რა კარგია რომ მოვშით გამოცდას. რამე კორიდორი ხარ გეჭამა. ოკეი. კიბი მომიჩევჭამოთ, კიმჩიც შევჭამოთ. ჰანშიგი, რომელიც ეწოდება ტრადიციულ კორეულ საჭმელს, ისტორიულად შედგებოდა მოხარშული ბრინჯისგან, რომელიც ცენტრალურ კერძს წარმოადგენდა, წვნიანი გიმჩისგან და მრავალფეროვანი გარნირისგან, რომელსაც ბანჩანი ეწოდება. კორეული საჭმელების უმეტესობა ხორცსა და ბოსტნეულს შეიცავს. გამომდინარე იქიდან, რომ საკვების მომზადების ტრადიციული მეთოდი შეწვა და გამოცხობა არ იყო, ამიტომ ეს ძირითადი ინგრედიენტები იხარშებოდა ურთქლზე ან წყალში, რაც ჰანშიგს განსაკუთრებით ჯანსაღს ხდიდა. მეგობრებო, ასევე უნდა ითქვას, რომ კორეული საჭმელების განსაკუთრებული მახასიათებელი არის ფერმენტირებული საკვები, რომელთა შორისაც ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სწორედ გიმჩია. მე მგონი ყველას ძალიან მოგშვიდა და მოდი გემრიელად დავაგემოვნოთ ყველაფერი. გიმჩი არის ტრადიციული კორეული გარნირი, რომლის შექმნასაც 3000 წელზე მეტი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი. გიმჩის შექმნა უკავშირდება კორეელების მიერ ბოსტნეულის დამარილებისა და ფერმენტაციის მეთოდით შენახვას, რაც მათ არა მხოლოდ ხანგრძლივი და ცივი ზამთრის სეზონზეც უნარჩუნებდა კვებით ვარგისიანობას, არამედ უმაღლებდა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კვებით ღირებულებებს. დროთა განმავლობაში დამწნეულ ბოსტნეულს ემატებოდა სხვადასხვა სანელებლები, რის შედეგადაც მივიღეთ გიმჩის თავდაპირველი ფორმა, ხოლო რეგიონებისა და გემონების მიხედვით გიმჩიმ სახე არაერთხელ იცვალა, შედეგად მივიღეთ დღევანდელი სხვადასხვა სახეობა. გიმჩის შენახვა სისუფთავის შენარჩუნებასა და ტემპერატურის მონიტორინგს საჭიროებს. შესაბამისად, კორეულ სახლებში ხშირად შევხვდებით სპეციალურად გიმჩისთვის განკუთვნილ მაცივრებს. გიმჩის შენახვისას გამოიყოფა სპეციალური მძემჟავა ბაქტერია, რომელიც ხელს უწყობს მის ფერმენტაციას. კიმბაბი კორეული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული, ცნობილი და გემრიელი კერძია და მისი მომზადების წესი ძალიან ადვილია. კიმბაბის შიგთავსი ბრინჯს, კვერცხს, ხორცს, ტუნას და ძალიან ხრაშუნა ბოსტნეულს შეიცავს. როგორც არის მაგალითად კიტრი, სტაფილო, ბოლოკი, ისპანახი და ასე შემდეგ. შემდეგ ამ შიგთავს წყალმცენარე ქიმში ვახვევთ, ზემოდან ვაყრით, რა თქმა უნდა, გემონების მიხედვით სეზამის მარცვლებს, ვჭრით პატარა ნაჭრებად და გემრიელად მივირთმევთ. მისი დამზადება იმდენად ადვილია და იმდენად პოპულარულია, რომ კორეაში მას როგორც პიკნიკებზე, ასევე სკოლის და სამსახურის შესვენებებზე მიირთმევენ.